საკუთარ თავზე უარის თქმით და აი საკუთარ თავს რომ გაწირავ სხვისთვის, რომ მისთვის შეძლებ უკეთეს მომავალს, კარგს და ასე შემდეგ რა. მოდი უფრო პრაქტიკულ დონეზე მოვიყვან რა. აი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის, რომ იმას დაუდგეს გვერდში, არ ვიცი, დედა, რომელმაც ყველაფერი გვერდზე გადადო, შვილი აღზარდოს, კარგად ყველაფერი მისცეს შვილს და ეგეთი რამე რა, საკუთარ თავს რო გადადებ სხვისთვის. და აი აქ მახინჯი რეალობა რა არის რა. აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ როდესაც საკუთარ თავს გადადებ, რომ სხვისთვის იცხოვრო და სხვა რომ კარგად იყოს და ასე შემდეგ, რეალობაში წიგნებს არ ვამბობ და ფილმებს, რეალობაში 99% შემთხვევაში ის არის, რომ მინიმუმის მიცემას ახერხებ მხოლოდ და მხოლოდ. ნუ აი რეალობაში ეგრე არის, რომ რამდენიც შენს თავს გადადებ, რომ აი სხვას რამე რომ და აი შენს მიზანს და შენს მიმართულებას ცხოვრებაში თლიან ოპტიმიზირებას გაუკეთებ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მეორე ადამიანისთვის გამოდგე და აი მეორე ადამიანისთვის გააკეთო რაღაც და მთელი ამბები რა, ეს თავდადება სხვა ადამიანისთვის. ყოველთვის ეგრე არის, რაწამსაც ეგრე დაიწყებ ფიქრს, ისე არ მოქმედებს რა, როგორც ფილმში, რომ აი მაქსიმალურს მისცემ, ან მთებს გადადგავ, რომ აი მას ჰქონდეს ყველაფერი. არა, რეალობაში მინიმუმისთვის წვალობ. იმიტომ რომ ეგრე არის რა ტვინი მოწყობილი, ანუ რაწამსაც გადადიხარ იმაზე, რომ ყველაფრის ოპტიმიზაცია, რომ რაც შეიძლება სწრაფად სხვას მივცე ყველაფერი და მთელი ამბები სხვისთვის ვიცხოვრო, ტვინში აი არ აღწერ ახლა ნევროლოგიურად და რამე რეები ხდება, მაგრამ გადაწყობა იმაზე ხდება, რომ მინიმალურის მოპოვებას შეძლებ და მაგ მინიმალურით იქნები თან კმაყოფილი. იმიტომ რომ ნუ აი სხვისთვის ვცხოვრობ, ხო ხდები, მთელი ისინი გაიღვიძებს შენში საჭირო ჰორმონები და ეგ გაგაზარმაცებს ასევე რეალურად და თან ტოქსიკურ კმაყოფილებასაც გაგიჩენს. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com, დრო არ უნდა დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.